დაკავებულია კომპანია ბატონოს დირექტორი და როგორც ირკვევა ჯარისკაცებს და პოლიციას უვარგის საჭმელს აჭმევდნენ და ამას ადასტურებს თავად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელმაც შეისწავლა 2025 წელს სახელმწიფოს მიერ შესყიდული პროდუქცია, კონკრეტულად საუბარი არის თევზის კონსერვზე. ეს კონსერვი განკუთვნილი იყო თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის და პოლიციელებისთვის და როგორც ირკვევა, პროდუქტი იყო საკმაოდ უვარგისი და კადრებს ახლა რასაც მაყურებელი თვალს ადევნებს, ხედავს რომ საკმაოდ ისეთ გარემოში მზადდებოდა ეს პროდუქცია, რომელიც სურსათის უვნებლობას და უსაფრთხოებას არ აკმაყოფილებდა და როგორც დღეს მოვისმინეთ, ეს თევზის კონსერვზე იყო ამ შემთხვევაში საუბარი და საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნა, რომ ეს არის 2025 წლის შესყიდვა. ის პროცესები, რასაც ახლა თვალს ადევნებთ, კადრები ჩანს, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დამაკმაყოფილებელი, სადაც ეს პროდუქტი მზადდებოდა და გარდა ამისა აღნიშნული იყო ისიც, რომ იმდენად ტოქსიური იყო ზოგიერთი კონსერვი, რომ ექსპერტიზაზეც კი ვერ წაიღეს ნიმუშები, რადგან შესაძლოა ამას ჯანმრთელობის დიდი ზიანი მიეყენებინა თავად ექსპერტისთვის. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 380.792 ლარის ღირებულების 24.177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას ამოღებულია 17.241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეული შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისათვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. შპს ბატონო, რომლის ხელმძღვანელიც დღეს დააკავეს და რომელიც თევზის კონსერვით ამარაგებდა პოლიციას და ჯარისკაცებს, ახლა ირკვევა, რომ არის ფავორიტი სახელმწიფო შესყიდვებში, ამას გვიყვება ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ არაერთ ტენდერში აქვს მას მონაწილეობა მიღებული და სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში სწორედ მასთან აფორმებდა კონტრაქტს. თვლიან, რომ ყველა ტენდერი ახლა მოსაკვლევია ხშირ შემთხვევაში ტენდერების და დოკუმენტის შესყიდვის ნაწილები, რადგან თავდაცვის სამინისტროს ეხებოდა, იყო დახურული. ოპოზიცია ურჩევს ამ შემთხვევაში საგამოძიებო სამსახურს, რომ დაინტერესდნენ, ვინ მფარველობდა კომპანიას, რომელიც როგორც ირკვევა, სასურსათო უვნებლობის მთავარ პრინციპებს ვერ აკმაყოფილებდა და რეალურად იმდენად ტოქსიკური იყო მათი საკვები, რომ კვლევაც კი ვერ ჩაატარეს რიგ შემთხვევაში. მინდა შევახსენო ფინანსთა სამინისტროს, რომ ამ წუთას 3 ტენდერში არის ეს კომპანია გამარჯვებული და ძალოვან სტრუქტურებს უნდა მიაწოდონ საკვები პროდუქტები. ამას ემატება ის, რომ ის ხელშეკრულებები, რომელ ხელშეკრულებებზეც ეხლა საუბრობს ფინანსთა სამინისტრო, 2020 წლის მერე, რაც ღარიბაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საიდუმლოდ გახადა ჯარისკვება და შესაბამისად ეს ხელშეკრულებები არ ჩანს, რომელი ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა და სანამ ამას აღმოაჩენდა ფინანსთა სამინისტრო, სად იყო ის ადამიანები, ვისაც ევალებოდა ამის მონიტორინგი. ანუ წლების განმავლობაში პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ბაზებზე მორიგეობენ, აჭმევდნენ უვარგის საჭმელებს, ანუ წამლავდნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიზან მიმართულად. და რატომ მიზან მიმართულად? იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებოდათ ამ ტენდერში მონაწილე კომპანიის, შემსრულებელი
კომპანიის მონიტორინგი, ანუ როგორც ადგილზე მონიტორინგი, ისე პერიოდულად ინსპექტირება, როგორც გეგმიური და ისე არა გეგმიური საექსპერტოზე გაგზავნა სურსათის ეროვნული სააგენტოში შემოწმება აღნიშნული პროდუქციის, ეს არ განახორციელეს, იმიტომ რომ შესული არიან კორუფციულ გარიგებაში. მომწამვლელი პროდუქტი ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის ახლა საგამოძიებო სამსახურმა მთავარ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, როგორ ხდებოდა შესყიდვები, ხომ არ მფარველობდა ვინმე კომპანიას, რომელიც აწვდიდა ჯარის და პოლიციას უვარგის საკვებს, ამ კითხვებზე პასუხი სწორედ საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს. პირდაპირ ეთერში ნინო ღვედაშვილი საუბრობდა. სააპელაციო